დედაჩემი არის 98 წლის, ცხოვრობს ესპანეთში, ღვთისმშობლობით არის სახსალამათი, ძალიან, თვითყოფადი არ, ესე რომ ვთქვათ, მოკლედ და ვცდილობ წელიწადში ორჯერ მაინც შევიდე. ახლა ბოლოს ზაფხულში ვიყავი, მანამდე დაბადების დღეზე რაღაც სიურპრიზი მოუწყი, არ იცოდა რომ ვაპირებდი ჩასვლას და ასე მივხვდი რომ ეგეთი სიურპრიზები ამ ასაკში აღარ არის საჭირო ნამდვილად. ქალი არ ჩერდება. რეკავს დღე გამოშვებით, თან ყველა საინტერესოა, რატო არ მირეკავ? ურეკავ. არა, მართლა ურეკავ. მით უმეტეს ახლა უამრავი საშუალება ამისა. ორი დღე თუ არ დაველაპარაკე, ეს მისთვის არის უკვე იმის მანიშნებელი, რომ აი შვილს დავავიწყოთ. აღარ მირეკავს და აი ესე მოდიმევთ რა დარეკვა, რატო არ მირეკავ? ეს ჩემთან მიმართებაში და შვილიშვილების მიმართებაში კიდე ორჯერ ასე ვთქვათ გაზვიადებული აქვს აი ეს გზნობა და ეს მიდგომა. ყველა ასაკში გდება ერთნაირი. კი, ნამდვილად, კი. აი დილით ხო დაურეკავ დედაჩემს, მოვიკითხავ, დედა სურამში ცხოვრობს და მოვიკითხავ რა შვები როგორც და საღამომდე შეიძლება ხლა საქმეა და ვერ მოვიკითხო, ან არ მოვიკითხო რა. საღამოს სად დაიკარგე? სად დაიკარგე? ლადო რამე ხო არ გეწყინა შვილ, დედა რატომ დამწყენოდა? ეგრე, ნამდვილად.